გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა დაკავშირებული იყო მის საექსპორტო სიმძლავრეებზე, თუმცა ჩავხედავთ სტატისტიკას, ექსპორტის წილი ჩინეთის მთლიან შიდა პროდუქტში არის სტაბილურად 20%-მდე, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩინეთის ინტერესში არის, რომ მას ჰქონდეს მუდმივად საექსპორტო ბაზრები მსოფლიო მასშტაბით, თუმცა დღეს ცვალებადი არასტაბილური საერთაშორისო სისტემიდან გამომდინარე, ის მისთვის არასტაბილური ხდება, მისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრები ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელიც არიან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩინეთთან და ჩვენ ბოლო თვეებია უყურებთ შეერთებული შტატების მხრიდან სატარიფო ომებს, ჩინური ეკონომიკის მიმართ საექსპორტო სიმძლავრეების მიმართ კრიტიკას ამერიკული ხაზინის ხელმძღვანელის მხრიდან და ასევე ბოლო პერიოდია ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას, რომ არ უნდა იყოს ესე ვთქვათ მაღალი რისკები ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობის, რაც აი ამ ჩინეთისთვის ევროკავშირს გარკვეულწილად არასტაბილურ პარტნიორად აქცევს. ამიტომ ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ სოფლიოს სხვა რეგიონებში მონახოს საკუთარი საექსპორტო ბაზრები, მთავარი ესეთი რეგიონი მისთვის ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცე, მისი სამეზობლო აზიაში, მაგრამ მისი ორიენტირი ასევე არის ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. შესაბამისად, ჩინეთის ინტერესი იქნება, რომ აი ამ ზემოჩამოთვლილ რეგიონებში, იქნება ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი თუ სამხრეთ ამერიკა, აი ამ რეგიონებში შემავალ ქვეყნებში თანდათანობით გაჩნდეს და გაიზარდოს საშუალო ფენა. გამომდინარე იქიდან, რომ საშუალო ფენა არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქმნის მოთხოვნას პროდუქციაზე და სერვისზე. შესაბამისად, იზრდება იმპორტი ამ დროს ქვეყანაში და შესაბამისად, თუ ეს პროცესიც ასე განვითარდა, ამ იმპორტს, აი ამ რეგიონებში შემავალი ქვეყნების მოთხოვნას იმპორტზე სავარაუდოდ დააკმაყოფილებს მომავალში ჩინეთი. თავად ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს ძირითადად გლობალურ სამხრეთში, ესეც არ არის შემთხვევითი, ესეც არის ზუსტად აი ამ საშუალო ფენის შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომ გარკვეული ესეთი მსხვილი ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში ქმნის დამატებით შემოსავლებს, რომელიც აჩენს მოთხოვნას იმპორტზე, პროდუქციაზე და ამ იმპორტს აი ეს ჩინეთის მიერ ასე ვთქვათ ინვესტირებული თანხები ბოლოს სავარაუდოდ ხმარდება ისევ ჩინური პროდუქციის შესყიდვას, ჩინური ექსპორტის მომსახურებას. ეს არის სავაჭრო ჯაჭვი, რომელიც ასე ვთქვათ შექმნის და განვითარების ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში ჩინეთს.